მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა რომ პირდაპირ ეთერში ჩავერთო ესეთი თემით, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის საინტერესოა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო კომენტარები და საზოგადოებას ვაუწყო, რა თამაშები მიდის ახლა მის ზურგს უკან, იმიტომ რომ ფაქტიურად ქართულ ოცნებას აქვს სრული მონოპოლიზაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე და რასაც უნდა ფაქტიურად იმას აკეთებს და მე საზოგადოებასთან მიმართებაში არქმევს ამ ყველაფერს იმას, რისი სურვილიც აქვს და რა სინამდვილეში რაც ხდება. ხა შიგნით შიდა პოლიტიკურ გუნდში ეგენით საერთოდ თუ ამათ პოლიტიკური გუნდი ქვიათ, ხო? რასაც გააკეთებენ თითქოს და არ უნდა გვაწუხებდეს ჩვენ საზოგადოების უმრავლესობას, მაგრამ რეალურად იცით რა ხდება, ეს ყველაფერი სერიოზულად მოქმედებს ქართული ერის და ქართული საზოგადოების კეთილდღეობაზე, ამიტომ მათი გადაწყვეტილებები, ხო? ავა თუ კარგად ხდება იმ მოსახლეობის სატკივარი, რომლის 2.800.000 კაცი 2024 წლის მონაცემებით არის ემიგრირებული უცხოეთში. ამიტომ გამომდინარე აქედან ახლა რა შეფასება უნდა მოყვეს ამას, რაც მოხდა, ცოტას დავწევ თქვენის ნებართვით. ამას მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მოყვეს ის შეფასება, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ახალ ტრიუკს, უგაძრო ეს მისი სიტყვები არის და ამ ტრიუკს მალე მოახვევს ქართულ საზოგადოებას თავზე და თუ ახლა ვინმეს გონიათ, თქვენ თუ გონიათ, რომ აი ამ ღარიბაშვილის შეცვლით რამე ეშველება ქართველებს, ქართულ საზოგადოებას და საერთოდ ჩვენ პოლიტიკურ მდგომარეობას დადებით, ხო? აი ძალიან სერიოზულად ცდებით. ეს არის კიდევ ერთი და მორიგი ტყუილი ბიძინა ივანიშვილის და გარიგებული იმ ოპოზიციის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახდენს ჩვენი ერის ოკუპაციას. ეს არ არის მარტო მშრალი სიტყვები, ვინმე სალანძღავად, იმიტომ ეხლა დეტალურად გავარკვევთ რაში არის საქმე. პირველ რიგში ვიტყვით იმას, რომ უნდა აღნიშნოთ, რომ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი რო არ იცვლება, ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკური ჭეშმარიტება. ხა პირიქით ვიტყოდი, ახლა ღარიბაშვილი იჯდა თანამდებობაზე, განაწილებული ქონდა პოსტები პოლიციაში, უშიშროებაში, აქ, იქ, იმის კაცი, იმის ბიძაშვილი, იმის ნათესავი, იმის ახლობელი, ბოლოს ისე იყო გათახსირებული და გარყვნილი, იმასაც კი არ ერიდებოდა, მამამისისთვის ფული ჩაერიცხა და სამთავრობო რეისი ეკირავებია ჩარტერი რომ მოეხსნა. სამთავრობო ჩარტერი პირადი ინტერესებისთვის. რომ გადაფრენილიყო იქ არა ქვია ჰამბურგში და ჰამბურგიდან მერე პირველი კლასის ბილეთებით ამერიკაში რო წასულიყო. ისე იყო გათახსირებული, რომ მაგაზე რო არაფერი არ ვილაპარაკოთ, ხო? ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ პრემიერ-მინისტრია პირველი პირია და მერე რა რო ასე გააკეთა. ჯერ ერთი მე თუ მკითხავთ, ძალიან მარტივ შეფასებას ვიტყვი, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს საერთოდ თავისუფალი დრო, მე ძალიან მეეჭვება, რომ საქართველოში ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური დაბალი განვითარების ქვეყნის პრემიერს უნდა კონდეს საერთოდ დრო იმისი სხვა ქვეყანაში დრო გაატაროს, თუნდაც საკუთარ ოჯახთან. იმიტომ რომ თუ ადამიანს დრო აქვს, მინიმუმ საკუთარ ქვეყანაში უნდა იყოს, რომ ოპერატიულად შეძლოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართვა. ახლა ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ ეს იმ დონეზე გაირყვნა და იმ დონეზე გათახსირდა ღარიბაშვილი, რომ საკუთარ ცოლს ტყე აჩუქა. ვიღაცა ყანდურის დახმალებით უკაცრავად ცოტა გაციებულება და რა უბედურებაა ეს, იცით რასთან აქვს შეხება, ეს არის თანამედროვე ფეოდალიზმი. ეს არ არის მარტო ისეთი შემთხვევა, რომ კაცმა თქვა, რომ აი მე რა შეძლებული კაცია, მდიდარი კაცი, არა, ესაა ფეოდალიზმი. სადაც შვილები, ცოლები, დაწინაურებული კასტა, უახლოესი გარემოცვა, თავისი პერსონის განდიდება, პედესტალიდან ყურება საზოგადოებაზე, ეს არ არის მორიგი სიტყვები, მორიგი გამოსვლა, რომელიც ვიღაცის შეურაცხმყოფისთვის არის განკუთვნილი რა, ეს არის ჩვენი რეალობა. საქართველოში ხელისუფალს არა აქვს იმის განცდა, რითი მოვიდა და რითი წავა. არა აქვს იმის განცდა, არა იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობაში თუ რა იყო მისი მოღვაწეობის დროს. არამედ არც იმის განცდა აქვს თუ რა ქონება დააგროვა ადამიანმა თანამდებობაზე ყოფნის დროს. არ არის იმის განცდა, რომ ადამიანი თანამდებობაზე იმყოფება, ეს არის მისთვის რიგითი
პოსტი, რომელიც საზოგადოების ქირით ხდება. ეს ახლა არ გავყვები ამ ფუნდამენტალურ შემეცნებას სახელმწიფოებრივი აზროვნების. დღეს საქართველოში არის ერთადერთი გაგება და სხვათაშორის იტალიური, მე შეგახსენებთ თქვენის ნებართვით ესეთ იტალიურ ხალხურ ანდაზას, რომ სახელმწიფო არის ძროხა, რომელიც უნდა მოწველო. აი დღეს ჩვენი ხელისუფალი შეპყრობილია ამ იდეით, მოწველის ფილოსოფიით და წველავს, სადაც ვის როგორ რანაირად შეუძლია ეს ყველაფერი. ეს ღარიბაშვილიდან არ დაწყებულა და ღარიბაშვილი არ დამთავრდება, მაგრამ ფაქტი ასეთია რა. ეს ადამიანები, ყველა ეს დაჯგუფება, ქართული ოცნების მკვიდრი შვილები, გადასულები არიან სახელმწიფოს მოწველაზე. და всё, ახლა იცახია, შეიცვლება ყველაფერი ჩიჩილაკათი. ჩემთვის ეს მაგალითად საინტერესო არ არის. ვის მოიყვანს ივანიშვილი ახალ პრემიერ-მინისტრად. საერთოდ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, ვინც არ უნდა იყოს, ის პოლიტიკას განაგებს. ძალიან მოკლე პრეისტორიას რო გადახედოთ, ბატონებო, დაინახავთ გახარიას მოვლენას და უფრო იქეთაც ხო იყვნენ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილები და იქეთ რო იყო კიდე ვიღაცა ის სირბალა ლაიკა რო ყავდათ, ბევრი ყავდათ. მაგრამ თქვენ დამისახელეთ რომელიმე, რომელსაც სახე ექნებოდა სახელმწიფო მოყელის და იქნებოდა იმის განცდა, რომ ის პერსონა ავტონომიური ადამიანია. არა, ყველას უკან იდგა მეთოჯინე, ბიძინა ივანიშვილი და ესე ხელზე რო ყავს ჩამოცმული უხილავი თოკებით ეს თოჯინების თეატრი მისი, ათამაშებდა ამათ ყველას და უნდა და გადააყენებდა, უნდა და გადმოაყენებდა, უნდა და გადაკუზავდა, უნდა და გადმოკუზავდა, უნდა და ჩახტიდა, უნდა და აღტიდა, უნდა და მოკლავდა, უნდა და მოწყნავდა და ასე შემდეგ. დღეს მაბადიეთ, მაგრამ რა ხდება ისეთი განსხვავებული, რითიც შეიძლება საზოგადოება შეშფოთდეს და თქვას, რომ არა, იცით რა, აი ჩვენთვის ეს მიუღებელია. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის მემკვიდრეობა ჩვენი პოლიტიკური შეუმეცნებლობის და ეს არის ის ნაწარმი, რომელსაც ჩვენ შეგნებულად ვჭამთ. და ესეთი შხამი აუცილებლად აზიანებს იმ ორგანიზმს, რასაც ქვია ჯანსაღი ორგანიზმი, რომელიც უნდა იყოს იდილიაში მოყვანილი საერთოდ არსებობასთან. ჩვენ ჟანგბადს ვსპობთ არსებობის, მათ შორის პოლიტიკურ ჟანგბადს. ამიტომ გიკვირთ, ჩემო გარგებო, ყველაფერი ისე ცუდად არის, როგორც თქვენ გაგიხარდებათ. პრობლემა არ არის, ეხლა უახლოეს მომავალში რას უნდა ელოდეთ ბიძინა ივანიშვილის და უფრო ბრიყული აზრები ქონდა თავში მოსული, მაგრამ ახლა იქეთკენ მე უფრო დეტალები ვიცი, მაგრამ არ მინდა ამას ელაპარაკი, უთხრეს რომ მაგის გაკეთება არ შეიძლება ხვალდაზე დასრულდება და ასე შემდეგ. ახლა რო იცოდეთ რეალობაში რა ხდება, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი რუსეთის პოლიტიკის ფილიალი საქართველოში, იმიტომ იქ რაც ხდება ანალოგიური უნდა მოხდეს აქ და მეზობელი ქვეყნები, ვინც დაინტერესებულები არიან თავისი პოლიტიკური მარიონეტების დასმით თბილისში, ეს გლობალური პოლიტიკა, ისინი ამზადებენ, ცდილობენ რევოლუციის გაკეთებას მიხეილ სააკაშვილის მომხრებით. რა თქმა უნდა, პირდაპირ გეტყვით რა, ეს წარმოუდგენელი მომენტია, იმიტომ დღეს არ არის ის მყიფე საზოგადოება, რაც შევარდნაძის დროს იყო, ეგენი მთელ ჯარს, მთელ პოლიციას ავტომატით დააცხრილიებენ საკუთარ მოქალაქეებს და საქართველოში აი ესეთი ფორმით, როგორც ამგენს უნდათ რევოლუცია არ მოხდება. ამისთვის ახლა სერიოზულად იძებნება საქართველოში დესტრუქციული ჯგუფები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იდეოლოგიის, როგორი მიმართულების არ იქნება ეს ჯგუფები, მაგრამ ეუბნებიან. მზად ვართ ჩვენ თქვენ მოგამზადოთ, გასწავლოთ იარაღის ხმარება ყველაფერი ასე. ეს სწავლებები გარკვეულწილად მიდიოდა უკვე საქართველოში, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ტრიბუნას, როდესაც დაიწყება ეს პროცესი გადატრიალების, ხო, უფრო სწორად რევოლუციად მონათლული გადატრიალების რა. მაშინ ტრიბუნა იქნება ჩვენი და ჩვენ გავაკეთებთ ამ საქმეს. აი ესაა მთელი უბედურება და ყველას მიაჩნია რატომღაც რა, ვინც ამ სცენარს გეგმავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის პერსონა, რომელიც ციხიდან წმინდანად გამოვა და ისევ დააჯდება ქართულ საზოგადოებას თავში. რა არის იცი? ეს არის მათი აზრის ნაყოფი.
და ჩვენთვის რა თქმა უნდა ხელახალი შეურაცხყოფა და მიუღებლობა ისტორიის, მაგრამ ესეთი რაღაცა არსებობს იდეაში, არსებობს იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო აზრი. საქართველოში არ არსებობს ჭეშმარიტი პოლიტიკური განწყობები, რაც ქმნის რეალურ პოლიტიკას, სენტიმენტალურ პოლიტიკას. თუნდაც სენტიმენტალურ პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ ძალებს მისცემდა იმის საშუალებას გაეკეთებია ქვეყანაში რევოლუცია. ეროვნულ ძალებს რო შეეძლოს ქვეყანაში გააკეთოს რევოლუცია, ვერცერთი უცხო ქვეყნის სადაზვერვო ობიექტი დღეს ვერ შეძლებდა ამ სცენარის გატარებას, რომ გადატრიალება მოეწყო რევოლუციის ფლაგმანის ქვეშ. მაგრამ ამაზე მიდის სერიოზული მუშაობა, მიდის სერიოზული ლაპარაკი, მიდის სხვა ანალოგიური დიფერენცირებული ძალებიდან და ბიძინა ივანიშვილს მე ვფიქრობ, რომ მშვიდად ყოფნის განცდას არ მისცემენ. ახლა გააკეთებს ვინმე, არ გააკეთებს ვინმე, როგორ არის ისიც ყველაფერი გალაქტიონ ტაბიძეს ძალიან კარგად ააქნა, თქვა მე ორ სხვა შუა ძველის ძველად საომარი იყო ლელოის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. გადაურჩებით იმის გადმოსახედიდან, როცა ეს შეიქმნა ეს სტრიქონები, ხო? განცდა იყო ისტორიული გავლენის და იმ მომენტში საქართველოს უკვე გადარჩენილი იყო მინიმუმ იმ რეალობით და იმ მოსახლეობით, რაც იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ დღევანდელი გააზრებით საქართველოს გადარჩენა, ხო? თუ ესეთი შუა კავკასიური ომი ატყდა, ხო? ჩვენი გადარჩენის იმედი მე არ მაქვს, როგორც ერის, იმიტომ რომ მე როგორც წინა გამოსვლებში გითხარით, დღესაც გაგიმეორებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა მოქმედი შრომის უნარიანი დარჩენილია 800,000 კაცი და როგორც კი მოხდება ამ საზოგადოების განეიტრალება, და ეს ხალხი გაიყრება ან ემიგრაციაში, ან იქნება დაჭერილი, ან ციხეში წასული, ან ასე შემდეგ, როგორც ამათ აწყობთ, მე საქართველოს მოსახლეობის კოეფიციენტი დაჯდება ახალშობილებზე, გარდაცვლილებზე, ქმედი თუ უნაროებზე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში გახდება აუცილებელი ქვეყანაში სხვა ერის და სხვა ჯიშის შემოყვანა, რასთანაც დაკავშირებით ეგენი აწარმოებენ დიალოგს უკვე ჩინეთთან. და ჩინეთის ერთი სოფელს რო დაასახლებს ივანიშვილი და რა მნიშვნელობა გაღა ამას ღარიბაშვილის მეთაურობით გააკეთებს, კობახიძის მეთაურობით გააკეთებს, ტუვისის მეთაურობით გააკეთებს, საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველო. გეუბნებით რომ ეს იდეა გაკეთებულია. იმიტომ რომ არსებობს ჩვეულებრივი სივრცის თეორიის ესეთი მოცემულობა, როცა ტერიტორია რჩება აუთვისებელი, მას მოდიან და იპყრობენ სხვა ერები და ახლა მნიშვნელობა არ აქვს პირველ ეტაპზე ამ უცხო ტომს და უცხო ხალხს რასაბუც მისცემენ და რითი გახდიან ვალდებულს ქართულ სახელმწიფოსთან, მაგრამ სახელმწიფოში, სადაც გენი და სისხლი არ არის ტრანსფორმირებული სახელმწიფოს მართვის მექანიზმთან და სახელმწიფო იდეოლოგიასთან, რომელიც ეროვნული ცნობიერებიდანაა გამოსული, ხო? მას აუცილებლად ემუქრება შეცვლა, გადაგვარება და გადაშენება. და დღეს ესენი იძახიან, რომ უნდა მოიყვანონ ღარიბაშვილის მაგივრად კაცი, რომელიც არის ჩიჩილაკა კობახიძე, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მისთვის ეროვნული ცნობიერება ცოტა უცხოა და მე მგონი საშიშიცო. ეს ხო არ არის ჩემი სიტყვები, თქვენ მოусვინოთ ხო მაგის ეგრეთ წოდებულ გამოსვლას ბოსელაუჯი და იქ ბესელია გვერდზე აი პორნოგრაფია რო გამოუშვეს მე მაგისი ქართულმა ოცნებამ ეთერში და მე სხვადასხვის არ მომისმენია ბესელიას გამოსვლები და განხილვები ამ თუ წესიერი ადამიანი რომელსაც ექნებოდა შეგნება იურიდიული განათლება და ბესელია ხო იბრალებს რომ ასეთია რა იქვე ეტყოდა ღარიბაშვილს რას ბრურტყუნებს შეგამოყლებებულო მაგრამ ამას როგორ ეტყოდა მაშინ იმათი ჩამჩიდან ჭამდა და როცა აღმოჩნდა მე აქეთ მე ფრონტის მეორე ხაზზე და როცა მთელს დაანახეს ბესელიას ცელულდებიანი ბაყვები ემერე გახდა მიუღებელი რა თქმა უნდა ბესელიასთვის კობახიძე და მთელი ქართული ოცნება აი ზუსტად ესეთმა პირადმა პოლიტიკურმა მოცემულობებმა პირადი სარგებლის მოტალით შეპრობილმა ადამიანებმა მოგცა ჩვენ იმის რეალიზმი რომ ქვეყანაში გავამრავლეთ ჩვენ პოლიტიკანები ძალიან ბევრი პოლიტიკანები აი როგორიც არის გუბაზ სანიკიძეები როგორიც არის ესეთი უჯილაგო უჯიშო უსისხლო ღორიშვილები და მივედით იმ რეალობამდე რა რეალობამდეც მივედით მე მინდა რომ ამის შესახებ დეტალურად ვილაპარაკო და მქონდეს ამაზე საშუალება რომ ვილაპარაკო მაგრამ რა არის ხალხი დაბნეულია რა ხალხს აინტერესებს ახლა დღეს ბიძინა ივანიშვილმა 2 და 3 დღის უკან რა თქვა გუშინ როგორი ის კონდა ვარცხნილობა დღეს როგორი ვარცხნილობა აქვს და ასე შემდეგ
რეალობა ის პოლიტიკური პრეისტორიისა, რომელიც ქმნის მოვლენებს, ხო? ხალხს აღარ აქვს იმის ინტელექტი, უმრავლესობას აღარ აქვს იმის ინტელექტი, მიყვეს ამ ნაბიჯებს და დაინახოს ეს მოცემულობა რა მდგომარეობაში იმყოფება. ახლა ანალიზის უნარი დაკარგა საზოგადოებამ. ეს არის თვითონ სამწუხარო, გულახდილად გეუბნებით, იმიტომ რომ დღეს პოლიტიკას შეადგენს გამოყენებული, ის მოქმედი ფიგურები და არიერგარდში მყოფი პერსონები. ვინ ქმნის პოლიტიკას, იცით? რომლებიც არიან კომპრომეტირებულები რა. ეს არ არის თავისუფალი სივრცე, რომელიც იდეოლოგიაზე დაყრდნობით განახორციელებს სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზიებს. ეს არის ხუხაშვილები, სესიაშვილები, მრავლობითობაში არ ვამბობ, უბრალოდ კრეფსითობაში მოიხსენიებ, რატო იცი? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის აყროლებულ საცვალში იჯდნენ და წოვდნენ მის ორგანოს. და მერე დაიშალნენ მარტივ მამრავლებად. და დღეს არიან ზოგი იქეთ გადასული, ზოგი აქეთ გადმოსული, ყველას აქვს თავისი წილი საქართველოს აღებული, ყველა კუნიტავს თავის წილს საქართველოს და მერე გამოდიან ეს დედამოწყლები და იზახიან, რომ პრეტენზიები აქვს ქვეყანაზე, სურთ ქვეყნის განვითარება, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შეცვლა და ეს გადის წლები, გადის ათეულობის წლები, გადის 30 წელიწადია ასე ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თუ მეტი არა და ჩვენ შვილებს უკვე ამ მდგომარეობით ასე თუ გაგრძელდა ცვლილებების სახეზე არ ექნება. არა და რეალურად რო ვილაპარაკოთ, ხო? ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიული, გეოგრაფიული მოცემულობით და თუნდაც ბუნებრივი წიაღისეულით, ხო? რომელიც თავისუფლად შეძლებდა საკუთარი მოსახლეობის ავტონომიურ გამოკვებას. გინდა სოფლის მეურნეობის მიმართულება იქნებოდა თუ წიაღისეული იქნებოდა ბუნებრივი წიაღისეული, საქართველოში მინიმუმ იქნებოდა შესაძლებლობა მძიმე რეწველობის გამართვის. თუ ქვეყანაში არ არის გამართული მძიმე რეწველობა, თუ არ არის რკინიგზა განვითარებული, ხო? როგორ შეიძლება ასეთი საზოგადოება იყოს წარმატებული თვითკმარი და კმაყოფილი თავისი მომავლით, ამ თუნდაც რეალური მდგომარეობით. ეს არის ღრმა სიცრუე, დღეს საქართველოს იმყოფება სუბსიდირებულ ელემენტებზე. მე არა ვარ ეკონომისტი, მე არც ეკონომიკის სპეციალისტი ვარ, მაგრამ უსაფრთხოების სპეციალისტი ვარ და როდესაც ქვეყანაში სათანადო მარაგები არ არის, ხო? როცა სახელმწიფოში არ არის არანაირი ლოჯისტიკა იმისთვის, რომ ავტონომიური არსებობა შეძლოს გარკვეული პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება აისახოს მის სასურსათო პოლიტიკაზე, ეკონომიურ პოლიტიკაზე, დივერსიულ მდგომარეობაზე ქვეყანაში, ეკონომიკურ ცვლილებებზე, ვალუტის დევალვაციაზე. ასეთ შემთხვევაში ეს უკვე ეკონომიკას აღარ ეხება, ეს ეხება გლობალურ უსაფრთხოებას და წესით უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრული. დებულებითი დოკუმენტი უნდა იყოს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ელემენტების მოქმედებას, მათ ავალდებულებს სათანადო მარაგების შექმნას. ახლა რო შეკითხო ღარიბაშვილს, სახელმწიფო ინსტიტუტის ყველა ორგანოში იმუშავა, არ ვიცი ახლა რა აქვს ამგენს სახელები, იცოცხლე რა სახელებს არქმევენ, ფულის საჭრელს ტანოგებად რო აქვს ეს ორგანოები გადაქცეული, გული შექშუ ვერ წაიკითხავ რა, რო დაიწყებ აქედან, შეიძლება 5 აბზაცი კონდეს გვერდ ვერ წაიკითხო რა. მაგრამ რეალობაში ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული კანტორები, სადაც პოლიტიკურად აფარებდნენ ეს გვამები თავს. მერე გამოიყვანდა ივანიშვილი დანიშნავდა, აქ გადანიშნავდა იმას, იქ იმას, აქ იმას, აქ იმას, იმას, ცნობიერება საზოგადოების თვალს მოწყვეტავდა, მერე ისევ შემოიყვანდა, ამით ხო არაფერი არ იცვლებოდა ქვეყანაში. არც უსაფრთხოება არ ძლიერდებოდა, არც ეკონომიკა არ ძლიერდებოდა, არც პოლიტიკა არ ჯანსაღდებოდა და არაფერი, ხო? ჩვეულ დღესაც, აი დღეს რაც ხდება, ეს არის ამ ჩემი მოყოლილი პრეისტორიის უბრალოდ ხილული ტელევიზიის ეკრანებთან ფართოდ გაშუქებული გამეორებული სიტუაცია. აქ მეტი არაფერი არ ხდება, თქვენ რო იცოდეთ ბატონო. ახლა ყველაზე მეტად გულსატკენი რა არის რა? მე არ ვაპირებ დავდგე ახლა და ამ იდიოტის გამოსვლები განვიხილო რა ღარიბაშვილის, მაგრამ
გამოვიდა კაცი და ილაპარაკა რაღაცა აი წინ აი როგორი პატარა ბავშვი რო დაშჭი ყურს რო აუწევდა გაწითლება და დაავალებ რომ მეორე დღეს ჭკუით მოიქცეს და ის შეცდომა არ გაიმეოროს აი დაახლოებით იმ სახით გამოვიდა საზოგადოების წინაშე და ლაპარაკობს რანაირ რაღაცას იცი ისაო რა ქვია მე ახლა სხვასაც უნდა მიეცესო აქ შანსიო ესე დემოკრატიული პოლიტიკური წყობა გვაქვს ჩვენო კონცეფცია რომ ძალიან ბევრი წარმატებული კაციაო და პრემიერის თანამდებობაზე სხვასაც უნდა მიეცესო კარიერული განვითარების შანსიო მე ორჯერ ვიყავი უკვე ამ თანამდებობაზეო და წინაზე ისე გააგდეს იმიდან რა ქვია თანამდებობიდან 2 საათი არაცადეს კაბინეტში იჯდომა და ანალოგიური გამეორდა ახლაც და ვითომ პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვინმესთვის ყოფილიყოს პლატფორმა რომ კარიერა გაიგეთოს ცხენია ამას რომ ვლაპარაკობ ხალხო მაგრამ ამან რა იცი ასეთმა მდგომარეობამ და რას მივყავართ იცი ასეთ მდგომარეობამდე გულახდილად რო გითხრათ ასეთ მდგომარეობამდე ჩვენ მივყავართ უპასუხისმგებლობას როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პირი უცნობი თავისი წარსულით თავისი ღვაწლით მოსულია თანამდებობაზე და მას საზოგადოების ფართო მასები არ იცნობს შეხება არ გონია არ უბრძოლია საზოგადოებასთან ერთად არ უშიმშილია საზოგადოებასთან ერთად ტირანის წინააღმდეგ რეალურად არაფერი არ უკეთებია აი მაშინ ხდება ის რაც ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ხელოვნურად შექმნილ ადამიანებს და მე არ უნდა გვიკვირდეს ასეთი წინასწარი ტექსტის წინასწარ დაწერილი ტექსტის უნიჭო გაჟღერების შემთხვევაში თუ ჩვენთვის ეს ყურშიდაც მიუღებელია მოსასმენად და ცხოვრების წესად მით უმეტეს ძალიან მტკივნეულია და ყველაზე ირონიული და ყველაზე დამამცირებელი ალბათ მისი ეგრეთ წოდებული გამოსვლიდან იყო ის რომ ახლა მეო წავალო და როგორც იქნაო ჩემი შვილებისთვისო დამრჩებაო დრო თქვენ ალბათ დასვამთ რა შეკითხვას 2.800.000 ემიგრანტი რომელიც გადასახლებულია საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სამშობლოდან და ვინც ქვეყანაშია მე იმას არ ვეხები საერთოდ იმათმა შეხედონ თავისი მდგომარეობა როგორია თქვენი შვილებისთვის როდის გქონიათ დრო იმდენი თქვენ თითოეულ თქვენგანს რომ აი ამ ყველაფრის მერე გაგრჩენოდეთ არ გაგრჩენოდეთ პროტესტის შეგრძნება დღეს ქართველი კაცი გინდა ემიგრაციაში გინდა საკუთარ ქვეყანაში იმითი კი ვერ არის დაკავებული დრო დაუთმოს საკუთარ შვილებს სათანადოდ ახსავსდელად იმითია დაკავებული რომ როგორ მოუტანოს ლუკმაპური დააჭამოს და გაზარდოს ბავშვი რომელიც ღვთის საჩუქარია ქართველმა რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაიქაოს და უმრავლეს შემთხვევაში ბევრი ქართველი ბავშვი იზრდება უდიდოდ და უმამოდ ამათი მოღალატეობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე და ერთადერთი რასაც ეს ადამიანები ვალდებულებად ცნობენ თუ მოკვდები უცხოეთში ჩამოგათრევენ და ჩაგაგდებენ ქართულ მიწაში მომკვდარი კაცი პრობლემას აღარ წარმოადგენს ესენი ძალიან კარგად ითვისებენ სტალინის იდეას იმასთან დაკავშირებით არ არის კაცი არ არის პრობლემა აი ეს მოსწონთ რეალობაში მოსწონთ ეგენი სტალინის სურათებს და ძეგლებს ებრძვიან თუ არა რეალობაში აი ეს მიმართულება ადამიანების მოსპობასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად აქვს დაჭერილი უარესები არიან უფრო მრისხანეები არიან იმიტომ უფრო უტვინოები არიან და რა თქმა უნდა ეს შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის როცა ამხელა კაცი ღარიბაშვილი გამოდის რა ერეკლე მეფეს რო ადარებდა თავს მართლა ეს ირაკლი სად ერეკლე და სად ჩემიყლიო რა ნათქვამია ზუსტად მაგაზია ნათქვამი გამოდის და იმას ამბობს რომ ჩემი მადლობაო ჩემ მამასო მადლობ კაც უხდის მადლობას პრემიერ-მინისტრი რომლის პრემიერ-მინისტრობის დროს უამრავი პენსიონერი შიმშილით მოკვდა და რომლის პრემიერ-მინისტრობის დროსაც უამრავ პენსიონერს სულში ჩააჯვა ამ დედამოწყლმა
აი იმ დამოკიდებულებით, მარტო იმ დამოკიდებულებით შემოკარგება, რომ აი ისა 30,000 ევრო რო გადმოარიცხია მამამის ჩარტერული რეისით რო წასულიყო ჰამბურგში. ყველა პენსიონერისთვის აი ეს ქმედება იყო ჩვეულებრივ საკონტროლო გასროლა. გულახდილად გეუბნებით, ახლა მე არ შეუყვები რა იმის დაანგარიშებას. კი გეუბნებით რა, მე ამ თემას არ მივსდევ როგორც ეკონომიკურ ლაიტმოტივად რა. არ შემიძლია მე, არ შემიძლია ვიღაცისნაირად დავხურდავდეს კრუპიეზული კაცი ვიყო და ვის ჯიბეში რამდენი რაჭყუნობს ეს დავთვალო. უბრალოდ გლობალური რეალობა არ იძლევა იმის საშუალებას რა, რომ სხვანაირი აღქმა ნახო სიმართლის. იმდენად დიდი არის დიფერენციაცია ამათ შორის და უბრალო ადამიანებს შორის, რომ მეტი არ შეიძლება რა. არის ესეთი რუსული გამოთქმა, პრასტალიუძინა. აი ესე უძახიან ზუსტად. უბრალო ადამიანებს ესენი რა. და ეს არ არის როგორი გამოთქმა, ეს არის ფეოდალური გამოთქმა. უბრალო ადამიანები, ხალხი კი არა, უბრალო ადამიანები. ძაღლებთან, ღორებთან, კატებთან გაიგივებული სულები რა. აი ესეთი აღქმა აქვს ღარიბაშვილს და მის გარემოცვას, ახლა მის გამორემოცვას, რა თვითონ გარემოცვის წევრია ბიძინა ივანიშვილის რა. და რეალურად მე რომ მინდოდეს ამ ყველაფერს გავყვე ანალიზის სახით, რა არის სიმთელი უბედურება? აი ეს იქეთ ჩასახლებული ოპოზიცია, რომელიც რა თქმა უნდა უტევს რა კოცებს და კოცურ არიერგარდს ხელისუფლების დასაკავებლად, იმიტომ რომ ამათმა ხო უნდა აითვისონ ახალი სივრცეები. რასაკეთებს იცი? იმის მაგივრად, რომ რეალური მსაჯული იყოს. ვერც იქნება ვერასდროს რეალური მსაჯული ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა დღევანდელი პოლიტიკური მოცემულების, ანუ სააკაშვილის ბანდა ბიძინა ივანიშვილის მსაჯული ვერ გახდება, მაგრამ რეალურად ხო შეიძლება რაღაცა ელემენტარული განცდა იყოს პარიტეტის და რაღაცა ობიექტურობის, ხო? გადასული არის ამ პროვოკაციის პოლიტიკაზე, რომ ხარიბაშვილმა ერთხელ როგორ მოუტეხა ბიძინას ფული. ნახეთ რა არის მთელი უბედურება, ის რომ ქვეყანა დააქციეს. ამაზე კი არ ლაპარაკობენ, არა. ხარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს როგორ მოუტეხა ფული რაღაცა კერძო თემებში და ამის წამოწევით არიან დაკავებული, რომ მასა მილაპარაკოს ამაზე. რომ მე ბიძინამ ეს ყველაფერი ნახოს და თქვას, ოხ შეპროჭო, შეღარიბა, ეს როგორი ჩათლახი ყოფილიყარ და მე ეს ყველაფერი არ მწოდნია. ხედავთ რა შეასაქმე? სულ გაყიდული ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც თავიდანვე ცნობილი იყო ამათთვის ორივე თამაშებისთვის, ხო? კარგად იციან ამათი ფსიქოლოგიური დოსიე ნაცებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულთან მიმართებაში და ფულის მოტეხვასთან მიმართებაში საკუთარ ახლობლებს და დესავებსაც კი არ პატიობდა არაბელს და ახლა ფიქრობენ, რომ მოდი დესტაბილიზაცია შევიდათ ასეთი სიუჟეტების გაკეთებით, იმიტომ რომ იქნება ირიონ და იქნება ამ ბურუში, ამ ქაოსში შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენი სარგებელი მოვიტანოთ თუ ხელისუფლებაში ვერ მოვა. და რა პრობლემაა ამ ყველაფერში თუ ისარგებლებს მესამე და მეოთხე სახელმწიფო და ცდის მაგალითად გადატრიალების მოწყობას და ამას რევოლუციას დაარქმევს. ხა მე რატო ვლაპარაკობ ამაზე? ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემთვის პრობლემა არის თვითონ რევოლუციური აზრის დისკრედიტაცია რა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ფინანსური რევოლუცია, უნდა მოხდეს ფიზიკური რევოლუცია, უნდა მოხდეს სამართლებრივი რევოლუცია, ანუ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს რევოლუციები. და საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს სოციალურ-პოლიტიკური რევოლუცია. ცვლილებებია საჭირო. და ნუ იტყვის, რომ აი რევოლუციების დრო არ არის და რევოლუციები დაუღუპავს, აგერ საფრანგეთში 21 რევოლუციაზე მეტი იყო. მაგრამ გააზრება იყო მიდგომის აბსოლუტურად თავისუფალი, თუ არ მოწონდათ ის ადამიანები, ის დაჯგუფება, რომელიც აკეთებდა რევოლუციას, იმას მე კონტრრევოლუციას უკეთებდნენ. და ასეთმა, როგორ პრესმა,
ასეთმა პოლიტიკურმა სიცოცხლემ საზოგადოებისა პოლიტიკურ მოვლენებთან გამოიწვია დემოკრატიის იმ დონეზე განვითარება, რომ დღევანდელ საფრანგეთში, ხო, იმის განცდა არა აქვთ, ეს რაღაცა პრეზიდენტი ჩასვეს ციხეში გაასამართლეს, ხო? ნუ თუ არ ჩასვეს გაასამართლეს, ხო? და ამაზე ის არ გამოდის და სააკაშვილივით არტირის ციხეში. ესე იგი, თუ მიხვალ იმ დონემდე, რასაც სასამართლო ქვია, ესე იგი მიხვალ და გქონია ამის მოტივები იქამდე, რომ ან დაიცავ შენ თავს, ან თუ არა მიიღებ ეკვივალენტურ სასჯელს შენქმედებებთან დაკავშირებით. და საქართველოში, კაცო, რა ხდება? არც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლება, არც ჟურნალისტიკა, მით უმეტეს არც სასამართლო და არც საზოგადოების ცნობიერება თავისუფალი არა. ყველა მხრივ, ყველა ელემენტი ასეთ ლაკოფში და ასეთ უბედურებაში და ნეუხში როგორ შეიძლება რომ იმყოფებოდეს, ხო? ჩვენ უნდა მივიდეთ ერთ აზროვნებამდე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენთვის საზოგადოებისთვის რა არის მარგებელი. ჩვენ არ უნდა დაუშვათ ისეთი არასწორი გააზრება მოვლენების, რომელიც გამოიწვევს ჩვენი ეროვნული იდეების და მიზნების დისკრედიტაციას. იქნება ეს თავდაცვის, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვადასხვა მიმართულებების რა. ეხლა რაც ხდება ქართულ ოცნებაში, ეხლა რასაც აპირებენ ქართული ოცნების მე მაგას ქურუმებს უძახით. ჩემთვის ავსებით არ არის ინტერესის სფეროში. ბევრი მოვლენები ვიცი იქ როგორ ვითარდება, რა გადაწყობები მიდის. ამ ხნის განმავლობაში აი მაგალითად რა ხდება? ძალიან მარტივ მომენტს გეტყვით რა. ვისი მასობრივი მხილებაც მიდიოდა იმაში კორუფციაში, თავდაცვის მინისტრი თუ ასე შემდეგ. ამ ხალხს ყველას უბრალოდ შეუცვლიან პოზას რა, გადააბრუნებენ გვერდით, რომ მათი სახეები, ბლაგვი სახეები ფართო მასალას არ მოხვდეს თვალში და ისინი გააგრძელებენ არსებობას, როგორც აი იზორიები გადაასახლეს გერმანიაში, გერმანიის საელჩოში რო ჩასვეს და ასე შემდეგ. ეს გააგრძელებენ ეს როგორ გითხრათ, აი ეს საზიზღარი წურბელები ცხოვრებას სახელმწიფოებრივ ტანში რა, აქ მეტი არაფერი არ მოხდება. თუმცა გეუბნებით გულახდილად, რომ ამ ხალხის უკან ჩანაცვლება მოხდება. მაგრამ აი დაახლოებით როგორი სურათით, იცი, როგორც ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელმა იოსელიანმა იქ თანამდებობაზე რო დაჯდა და ალეკო ელისაშვილის დიშვილი დაისვა, მოადგილეთ სანამ აქედან დედის პროჭი არ ვამყვეთ ყოველდღე თავზე და არ გადამალა მერე და სამაგიეროდ ვინ მოიყოლა, იცით ახლა? მის მაგივრად ვიღაცა წყალკანალ ტრესტიდან საიდან მოიყოლა, იცი, სახელმწიფო უწყებიდან, ხალხო. ამდენი პროფესიონალი, იურისტი, წარმატებული ადამიანი, უფლებადამცველია საზოგადოებაში არა, ამან პირდაპირ გაროჩე კანდიდატურა მოხსნა სახელმწიფო უწყებიდან. რატო იცი? ჩვეულებრივი ბოზი არის ქართული ოცნების ეს იოსელიანი და ეს იყო შემომწირველი ქართული ოცნების პოლიტიკური პარტიის და ეს ხო ნუ არ იკრძალებაო, გეტყვიან, ქვეყანაში ნორმალური ფაქტია. აი დაახლოებით ასეთი კომბინაციებით მე მითო ვამბობ, რომ დღევანდელი მოცემულობა პოლიტიკური ეს არის შესაკრებთა გადაადგილების ჯამი არ იცვლება. უბრალოდ რა არის ძიმო, უფრო დამშეული მასა, რომელიც დაიწყებს თავისი კანდიდატების წინ წაწევას და რომლებიც შეეცდება ახალი წესრიგის მოყოლას ქოცურ სახელმწიფოში არა, ქართული ოცნების ბანკში. საქართველოს არის დღეს ქართული ოცნების პრივატ ბანკი რა. ხო და ნუ ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრას, რომ არ გაგიკვირდეთ, იმიტომ დაიწყება შიდა ინსტიტუციონალური ომები. ეს შიდა ინსტიტუციონალური ომები რას მოგვიტანს ახლა რა? დაზიანებას და ისევ საზოგადოების ინტერესების, დაზიანებას ისევ სახელმწიფო ინტერესების, დაზიანებას ჩვენი ცნობიერების, საზოგადო ცნობიერების და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიზანმიმართული იქეთკენ, სანამდე ბიძინა ივანიშვილი რომელიღაცა ტექნიკური ანგარიშიდან არ მოხსნის სერიოზულ ფულს და ამ წინასაარჩევნო ბატალიებში არ გადაიხდის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კვოტას იმისთვის მოახდინოს აიქეთ ჩასაფრებული ტიპების დისკრედიტაცია. იქნება ეს პორნოგრაფიის გამოტანა, იქნება ეს პირადი საუბრების გამოტანა, იქნება ეს სხვადასხვა ცოდვებზე აპელირება, თუ ასე რა. ასე იგი
გაყოფილი ხო არის ეს ეგრეთ წოდებული ველი, პოლარიზებული რა, ვინც არიან ახლა ვინც თვლიან რომ ერთმანეთში უნდა ითამაშონ პოლიტიკა, ეგ არა, პოლიტიკას აკეთებენ. ჩვეულებრივ როგორც კამს აკეთებენ, ისე აკეთებენ წესიერ ქვეყნებში პოლიტიკას, მაგრამ ეგენი თამაშობენ პოლიტიკას რა. წარმოუდგენელია მარიონეტულ სახელმწიფოში სხვანაირი გააზრება იყოს პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ გულახდილად გეუბნებით მე ამას, რომ აი ამან ჩვენ შეიძლება მიგვიყვანოს ერთ მდგომარეობამდე ეს იქნება ძალიან რთული ჩვენი საზოგადოების და იმ 800,000 კაცისთვის რომელიც არის როგორც გითხარით შრომის უნარიანი თუ რა ის დანარჩენი ახლა ვინც არის ცოტაში ხო უმრავლესობა არის შრომის უნარო სოციალურად დაუცველი ან ინვალიდი ან მოხუცი ძალიან მძიმე სოციალური ფაქტორის ქვეშ მყოფი ადამიანი და ის 800,000 კაცი რომელიც შემოქმედი არის გარკვეული ბალანსის, ფინანსური ბალანსის, ხო, 1000 პრობლემის და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არის მოქცეული იმისთვის, რომ ხვალდაზე რაღაცა ორი ლუკმა იშოვოს და გაიხანგრძლივოს თავისი ყოფა და შეუნარჩუნოს იმ ოჯახს, იქ დარჩენილ ოჯახს ლუკმაბური რა. სულ აი ამის თქმა მინდა, მე ამაზე მინდოდა გამეკეთებია, განცხადება, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ინტერესი საზოგადოებაში რა იქნება ხვალ და რა მოხდება და ვის დანიშნავენ. ეს არ არის ჩვენი ინტერესი. არ არის აბსოლუტურად საინტერესო ვინ დაინიშნება აქ იმ მინისტრად, ამ მინისტრად, მიაქცევთ ამას ყურადღებას, ჩათვლით ამას საჭირო თემად, რომლითაც შეიძლება თქვენი ცნობიერება დაკავდეს. თუ რა თქმა უნდა არ ახართ დაკავებული ჭორიკნობით რა. სული ამ სიტყვის მნიშვნელობით მე ჩემი პოზიციებია ესეთი და თქვენი გადასახედით ითეულს თქვენ გასააქ და რა თქმა უნდა შეხედულებების თქვენი პრივატულია და მე არ ვერევი ამაში, იმიტომ მე გადმოცემას უკეთებ მხოლოდ საკუთარ აზრებს, სუბიექტურ აზრებს უკეთებ და ეს არის ჩემი განხილვის სპექტრი, რომელსაც მე გთავაზობ თქვენ როგორც ჩემი გადმოსახედიდან დანახულ პოლიტიკას. არც ერთ ეტაპზე არ გქონდეთ იმის განცდა, რომ აი რომელიმე იერარქი გინდა სასულიერო პირი ჩაგამოვა ქვეყნის საზოგადოების სახელმწიფოს და საკუთარ რელიგიის დასაცავად იბრძოლებს და იტყვის, რომ აი ეს მისაღები, ეს არა მისაღები, ეს დამღუპველია, ეს დამაქცეველია საზოგადოებისთვის, რელიგიისთვის, რწმენისთვის, ჩვენი მოსახლეობის. ასეთი განცდა თქვენში არ იყოს, იმიტომ რომ ასეთი თავგანწირვები დამთავრდა ჩვენს სამწუხაროდ უნდა ვთქვა სერიოზულად იმუშავეს საქართველოს საპატრიარქოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საკუთარმა რომ იმუშავა და იმუშავა ამაზე ახლა რა თქმა უნდა მაგაზე არც მინდა ლაბარი ფაქტები მიდევსაგერ ხო და ყველანაირად არის ამოწურული ის ფაქტი რომ ვინმეს გაუჩნდება ვაჟკაცობის გმირობის ან ქრისტეს მოყვარეობისთვის თავდადების სურვილი ასეთი მოვლენა პირიქით ესეთი რაღაცა ვინმეს რომ გაუჩნდეს თავში რა საპატრიარქოში ის დაექვემდებარება სასჯელს დაახლოებით აი ესეც რა ციანიდი რო შეუგდეს და დაიჭირეს რა მე იმას არ ვამბობ რომ პატრიოტიზმის გულისთვის დაიჭირეს მაგრამ რეალობაში აი ესეთი ფაქტი დასჯის მეთოდი დასაშვებია რა ეს ჩვეულებრივი ინკვიზიცია რომელიც ევროპაში შუა საუკუნეებში მოქმედებდა აი ცეცხლზე რო წვავდნენ კოცონზე ადამიანებს და ასე დღესაც ასეა საქართველოში უბრალოდ გაშავების დამარცხების წიხლის გამოკვრის ჩაქოლვის და გაუბედურების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და ამ მეთოდებს ძალიან კარგად ცნობს ის ვინც უკვეთავს მუსიკას და მუსიკას დღეს უკვეთავს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მას აქვს დიდი ფული და ის იხდის ამ ფულს ოპოზიციაშიც, ის იხდის ამ ფულს დღევანდელ ხელისუფლებაშიც, ის იხდის ამ ფულს იმ ადამიანებშიც, რომლებიც თითქოს და დაინტერესებულები არიან ქვეყანაში პოლიტიკის შეცვლით, ის უხდის ფულს ეგრეთ წოდებულ საელჩოებს, სადამდეც ის გაუდის მისი გავლენით, რომ შეინარჩუნოს გარკვეული სტაბილიზაცია და ამ ზუსტად მისი მოვლინება ღია პოლიტიკურ სივრცეში ეს არის ზუსტად მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელი რომ ის დარჩეს გავლენის ელემენტად სხვა აი ეს თამაშები სხვას მეც არაფერს არ ემსახურება ეს არის ესეთია საზოგადოება რომელსაც მართავს ავტოკრატი ოლიგარქი
რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება და ყველაზე მეტი სამწუხარო რა არის, იცი, ის ლაპარაკობს სახელმწიფოს და ხალხის სახელით. თორე ასეთი წყობა, ოლიგარქიული წყობა, ოლიგარქიული გააზრება სახელმწიფოებრივი რაღაცა სისტემის, აი მოდიოდა ძველი საბერძნეთიდან, მაგრამ ამას განვითარება არ ქონდა. ოლიგარქიას. განვითარება პოვა ერთადერთმა ელემენტმა, დემოკრატიამ და სოციალურმა მიდგომებმა. ეს არის ჩვენი დედამიწაზე არსებული პოლიტიკური ისტორიის მკაფიო ანალიზის შედეგი. და სოციალურ პოლიტიკურმა განვითარებამ, ნაციონალურ იდეოლოგიურმა განვითარებამ, ნაცისტურმა მდგომარეობამ და გადარევებმა და გადაზავებებმა აი ესეთ ავანტიურებში მთელი მსოფლიო რამოდენიმეჯერ მიიყვანა დაღუპვის ზღვარზე. და დღეს ჩვენ თამაშობთ ოლიგარქიასა და დემოკრატიას შორის. ხო, ავანტიურაა ეს ჩვეულებრივი რიგითი ავანტიურაა, რომელსაც აქვს ისტორიული გამოცდილება ამ პოლიტიკური მმართველობის ფორმას. და არ არის ეს გამართლებული პოლიტიკური მმართველობის ფორმა. იმიტომ მე შემიძლია დეტალურად გითხრათ, რა ხდებოდა ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ოლიგარქია იყო გაბატონებული. და კარგი არაფერი არ ხდებოდა. აი ამის თქმა მინდა მე. ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, მაგრამ გამოვლიან ესენი და იტყვიან, რომ ოლიგარქიო კი არაო კაცო, ექვთიმია თაყაიშვილიო და ახასიათებს სხვათა შორის ოლიგარქიას ესეთ დამოკიდებულება, თვითგანდიდების მანიით შეპყრობა, დაწინაურებულ კასტებზე ფულის გადახდა და საკუთარი ინტერესების საზოგადოებაში ლობირება, ეს არის ოლიგარქებისთვის დამახასიათებელი რეკლამის ყიდვა. და სამწუხაროდ დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ფორმა პოპულიზმის მიღებულია. მე ვფიქრობ, რომ ესა ძალიან ცუდი ფორმატი. მაგრამ ნუ რასიზმი დაშვებულია. სწორედ ასეთმა არასწორმა მიდგომებმა და დემოკრატიული საფარველის ქვეშ შეფუთვამ ამადი მანკიერების საშუალება მისცა ოლიგარქიას და ოლიგარქებს, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს მოსულიყო ხელისუფლებაში და დარჩენილიყო დღემდე ხელისუფლებაში. და რა თქმა უნდა, როდესაც ოლიგარქია იმარჯვებს, ყოველთვის მარცხდება ხალხი, ყოველთვის მარცხდება საშუალო ფენა და ღარიბი ფენის ყოველთვის საბოლოო განადგურება არის გამიზნული, იმიტომ რომ დაწინაურებული კასტა არასოდეს არ მისცემს სხვა ფენას მასავით არსებობის საშუალებას, თუ არა მასზე მეტად მყოფი პერსონებად ქცევის საშუალებას. ეს არის ძალიან მარტივი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები, ამას რა დიდი განხილვა არ უნდა. მაგრამ ნუ ახლა პრაიმ ჰაუსის დონის საზოგადოებას მე ამას ვერ ავუხსნი. ამდვილად ვერ ავუხსნი. თავიდანვე თუ არ აქვს საზოგადოება შეგნებული სკოლიდან მოსწავლემ თუ არ იცის, რომ გახდება ის სრულწლოვანი, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ის სახელმწიფო, სადაც ცხოვრობს, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა, სადაც არსებობს, სადაც შვილი ეყოლება, სადაც გადაწყვიტა მან ცხოვრება და მოღვაწეობა, თუ არა აქვს იმას პროექტად წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ის საზოგადოება, სადაც თვითონ იარსებებს, დაამთავრებულია, გაზრდილ, ჩამოყალიბებულ, სამართლებრივად უფლება მიცემულ ახალგაზრდასთან ლაპარაკი და მისთვის პასუხის მოთხოვნა, თუ როგორი უნდა იყოს მისი არჩევანის უფლება. და მერე გამოდგებიან და იტყვიან იმას, რომ ეს არჩევანი ყველასი პიროვნული საკითხია და იმ ბუდკის მიღმა, რასაც უნდა იმას გააკეთებს. იმ ბუდკის მიღმა ყველას რასაც უნდა იმას აკეთებს, ბრჭყალებში, იმიტომ რომ იმასაც ვეღარ აკეთებენ. არსებობს ტელეფონი, უღებენ სურათს და მერე უგზავნიან, რომ 50 ლარი ჩაურიცხონ და ამ დეობაზე დარჩენ. რაღაცა ძროხის მწველავათან ტუალეტის დამლაგებლად. აი ეს იცის რეალობაში ოლიგარქია. ასეთი მიდგომა აქვს ოლიგარქიას. ასეთი ცნობადობა აქვს, ასეთი ხასიათი აქვს სახელმწიფო მართვის იმ ფორმას, რომელსაც დღეს ჩვენ განვიცდით როგორც მწარე ხუნდები. მე ამაზე ვლაპარაკობ, მე ეს მაწუხებს. მე ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ გულახდილად გეტყვით, სურვილი არ მაქვს. არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკე ამ ყველაფერზე და უკვე როდესაც ერთსა და იმავე გზას ბევრჯერ თელავ, შენ თვითონ გიჩნდება პროტესტი საკუთარ თავთან,
რომ შეიძლება ასეთ საუბარ შედეგი არ კონდეს. აი რა თქმა უნდა, ადამიანს აგდებს ნიჰილიზმში მდგომარეობა ქვეყნის, რომელიც არ იცვლება. მე უბრალოდ ამ მოვლენებს უყურებ სხვანაირად. მე ამ მოვლენებს უყურებ იმ გაგებით, რომ ყოველთვის ჯერა იმ წყლის წვეთის, რომელიც ქვას თუ ბევრჯერ დაეცემა გახვრეთს. და მინდა რომ ვიყო ყოველთვის ოპტიმისტი. დავრჩი ოპტიმისტი. მაგრამ ძალიან მიჭირს რომ დავრჩი ოპტიმისტი, როცა ამდენ ნაგავს უყურებ და ამდენ გადინებას უყურებ ქვეყნიდან ემიგრაციის. ვაჭრობას რო უყურებ ჩემი საზოგადოების აი ამ ნაძირლებით. გული მტკივა, სულ აი ამის თქმა მინდა, მე და ამის თქმა მინდა, აი ამაზე მინდა, აღარ მინდა შეგეკითხოთ თქვენ ყველას, აი ვინც მიყურებთ, ვინც მოგვიერთეთ, შეხედავთ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ, ხო? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ქვეყნის ცხოვრება და განვითარება? როგორ წარმოგიდგენიათ? რა გინდათ თქვენ შვილებს მისცეთ, როგორი საქართველო გინდათ დაუტოვოთ? თუ თქვენ არ აგაქვთ იმის სურვილი, რომ იყოთ შემცვლელი ამ მოვლენების, მაშინ რა გინდა თქვენი შვილები დადგნენ თქვენს მაგივრად იმ ადგილზე, სადაც თქვენ უნდა იდგეთ? თქვენ რო არ ითხოვთ, თქვენ რო ჩუმად ახართ, თქვენ რო ეგუებით, თქვენ რო იღებთ სხვის გაჭირვებას და სხვის უბედურებას, აი გუშინ წინ სახლიდან მოხდა სასტიკი მეთოდებით გამოსახლება ადამიანის და ბევრმა თქვენგანმა ეს იცოდა და იქ არ მივიდა. სანამ თქვენ სახთან არ მოვლიან, მანამდე არ ამოიღებთ ხმას? მანამდე არ დაუდგებით ერთმანეთს? აი ასეთმა უბედურებამ მიგიყვანათ ზუსტად იმ მდგომარეობამდე, რომ ხაზარაძე დარბის ამ გაღატაკებული ერის ქუჩებში იაგუარით, თუ არ ვიცი, ფერარია, არ ვიცი. არც მინდა შევხედო, უბრალოდ რაც მომხვდება თვალში და იმაში და კი მორალს გიკითხავთ. როგორ შეიძლება დაქცეულ ქვეყანაში, წაქცეულ ქვეყანაში მილიონერი პოლიტიკოსი იყოს წარმატებული ადამიანი და იმაზე დიდი ირონია რა გინდათ ქვეყანაში, რომ ხაზარაძე ლაპარაკობდეს, ხაზარაძე ათასობით ქართველი ოჯახის გამომსახლებელი და გამყრელი ქვეყნიდან კოლაბორაციონისტი ნაბიჯვარი, რომ თურმე ზამთარში არ შეიძლება ადამიანების გარეთ გამოსახლება. ვითომ მისი ბანკი თავდაცვის სამინისტროს მაღალი ჩინოსანთან გარიგებული არ ასახლებდა თბილისში მოსახლეებს, მათ შორის ზამთრის თვეში. მე რა ეს ხო ფართო მასალა არ იცის და კაროჩე რა მოხდა. მაგრამ ეს ხო სერიოზული მინუსია ჩვენი საზოგადოების, რომელმაც ხაზარაძე და მისი დამპალი გუნდი პარლამენტში დასვა. რა თქმა უნდა, ჯერ ცოტა პატარა კვოტით, მაგრამ როგორც კი ბურუსი გაიზრდება ქვეყანაში, იმ კვოტასაც ექნება გაზდა და მე უფრო დიდი ემითი შევლიან, რა ქვია, კვოტით შევლიან. და რა მოგვიტანა ამ მდგომარეობამ? ხაზარაძე არა მარტო ეკონომიკური მორალის მკითხავად დასვა ივანიშვილმა საქართველოში. არამედ ხელოვნების დამფინანსებელი გახდა, კულტურის დამფინანსებელი გახდა, ლიტერატურის დამფინანსებელი გახდა. და როგორი კულტურის და როგორი ლიტერატურის, იცი? საკუთარ დედასთან რო სექსუალურ ურთიერთობებზე წერენ, კითხულობენ და მუსიკებს უძღვნიან. თუ მაგას პროზა, პოეზია ან მუსიკა შეიძლება ეწოდოს. აი, ეს არის რეალობა. მწარე რეალობა, რომელსაც ბევრი გაურბის და უამრავ მათგანს უნდა ფაქტი დამტკიცებულება, რომ აქ მანდა მაინც მოასმენიო მაშინ და აქ უნდა მქონდეს თორემ მოწყობილობები და ჩავრთო რა ამათი დაფინანსებული ტელევიზია რუსთავი ორის მეშვეობით, რაღაცა იმ ტივის მეშვეობით, როგორ ყვნით და ვიღაცას ჩემი გინება და ლანძღვა გაუკვირდება მე, როცა ქალის და კაცის გენიტალიებზე მიდის ლაპარაკი. მე არც უშიშროებიდან დაფინანსებულ კომენტარზე, რომელიც აგიდება, მე არასოდეს არ გავაკეთებ აქცენტს. მე ვფილტრავ ამას, ხვდები მე მაგ ცხოვრებაში ის გამოცდილება ამ საინფორმაციო ომში ვის რა უპასუხო და როგორ უპასუხო რა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამას არ უყურებ. და ჩემთვის პრობლემაა, როცა უყურებ ამდენი ტროლების ქარხანას. და ეს ტროლების ქარხანა არის ერთადერთი მონაპოვარი. ტროლების ქარხანა ჩვეულებრივ დაჯგუფება, რომელიც სიმართლეს ებრძვის. და ეს ქარხნები, ტროლების ქარხნები არის ერთადერთი მონაპოვარი ქართული ოცნების, რომელიც დაპირებულ 100 ქარხნის მაგივრად მისცეს ხელისუფლებას და ხალხს, საზოგადოებას და ხალხს და სახელმწიფოს ზოგადად რა. ეს არის.
ეს არის მწარე რეალობა. ეს არის მწარე რეალობა და კიდე რა არის? იცი მწარე რეალობა? საქართველოს, რომელიც ხილბოსტანით მომარაგებელი იყო თელი საბჭოთა კავშირის, დღეს თურქეთია დამოკიდებული. საქართველოს, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი იყო თავისი მეპურეობით, თავისი ხორბლით, დღეს შემომტანი არის ხორბლის. შეიძლება რაღაცა ქვეყანაში არ გქონდეს იდეალურად და რაღაცა პროცენტით გახდე იმპორტიორი. მაგრამ სულ ამ დონეზე დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნებზე შენი ვიტალური არსებობით, ეს ხო ღალატი არის კაცო საკუთარი ერის, ხალხის და საზოგადოების. აი რა ნებისმიერ ტიპს იქ მოვლიან სოფლის მეურნეობაში ხალხი, რომელიც აი ხარს და ძროხას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს და ასე იძახიან დედალი ძროხა და მამალი ძროხა. არის ასეთი კატეგორია მოსული, აი რა მიიყვანა განადგურებამდე სოფლის მეურნეობა. და ყველაზე მეტი უბედურება რა იცი, არავინ ხმას არ იღებს. რა მნიშვნელობა აქვს ხა ზოგისთვის არიჯო ხაზისთვის მაგალითად საქართველოში მოყვანილ მჭადს შეჭამს, როცა მაგის ის გაუჩნდება სურვილი თუ თურქეთში იქნება ეს მჭადი მოყვანილი რა. სულ ერთ ადგილზე არ ყიდია ამ კერძმოშიშულებულ ქოცების პროპაგანდონ მეტრაკეს, რომელიც იმედის ტელევიზიიდან შხამავს საზოგადოებას. და არა მარტო კაცო იქ არიან ბევრი კუზანოვის ცოლი და იქ ვიღაცა ნინი ბადურაშვილი ცხრათაობის ბოზი კაგებეშნიკი ეს რო ყავდა რა ქვია პრეისტორიული წარსული რო აქ მის უახლოეს ნათესაობას და დღეს კარგად ადაპტირებული და იქ მიშა სააკაშვილის უკანალში ნაჯდომიდან ამბობი. აი ესეთი ხალხია მოსული. და ამის მიღებას ახდენს ჩვენი საზოგადოება. აი ამათი ნაწარმის მიღებას ახდენს ცნობიერებაში ჩვენი საზოგადოება. არ შეუძლია მეტი. არა აქვს მეტი გასაკანი. ვერ იღებს ინფორმაციას. ძალიან პატარა მაგალითს გეტყვით რა. შეხედეთ, აი პროსტო ამათ ხასიათს დაინახავთ ძალიან კარგად რა. სანამდე სააკაშვილი მოვიდოდა, დაკარგავდა ხელისუფლებას. მანამდე ივანიშვილს უდაჭირდა უზარმაზარი ანტენები დაუყენა მოსახლეობას. და როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ეგრევე შეცვალა სიხშირე და ეს ანტენები გამოუსადეგარი სოფლის მოსახლეობისთვის. ხედავთ რა ხდება, არის ინფორმაცია, რომელიც ხანდახან აუცილებელი ხდება ხელისუფლებაში მოსასვლელად. და მერე ხდება აუცილებელი მისი დახშობა, თუ გინდა რომ ხელისუფლება შეინარჩუნო. ეს არის აზროვნება მევახშის, მტრიის და ხალხის მოწინააღმდეგე პერსონის. ესაა მისი იდეოლოგია. და წარმოუდგენელია ასეთი ცნობიერების ადამიანი იყოს ჩვენი ქვეყნის გამაძლიერებელი. და ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა კარგის მომტანი. მე სულ ლაპარაკობ ამაზე, მე ეხა ეს არ მინახია ვიღაცის გადმოცემით, ვიღაცის ყურში ჩურჩულით და ასე შემდეგ და იქ ვიყავი. იმ პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობდი და სხვათა შორის ძალიან მძიმე გასახსენებელია ეგ როცა ვიხსენებ, იმიტომ რომ დღეს რო ბარეული იქ კარგად ბალახობს ქართულ ოცნებაში, მე მახსოვს ეგენი მაშინ სად იყვნენ რა. ეგენი იყვნენ ან ნაციონალურ მოძრაობაში, ან იმალებოდნენ სახლებში. და უამრავი ადამიანი ჩვენ ვცდილობდით რომ გააღწნილება შეგვეცვალა. არ უშინდებოდით ამას და მერაბიშვილის პოლიციიდან დაწყებული პადიეზდებამდე დაგვძდებდა მერაბიშვილის პოლიცია. რომ დესტრუქცია მოეხდიან, რომ გავენადგურებიეთ. და ძალიან ბევრი ფაქტორი იყო ამისი. და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ამისი. სამწუხაროდ გეუბნებით რა. და ესეთი ადამიანები გახდნენ მეორე დღესვე მიუღებელი ქართული ოცნებისთვის, როგორც კი ქართული ოცნება დაჯდა ხელისუფლებაში. და დაჯდა, როგორ დაჯდა? და რა ძალებით დაჯდა? დაჯდა ყველაზე მეტი ჩაჯმული ძალებით. ხიდაშელებით, უსუფაშვილებით, გუბასანიკიძეებით და ასე შემდეგ ბევრით, ალასანიებით. ბიძინა ივანიშვილმა იკადრა უკადრებელი ხელისუფლებაში მოსასვლელად. მოვიდა. და შემდეგ რა გააკეთა, იცით? იმათზე მეტი გააკეთა, ვინც შეცვალა.
და რისთვისაც შეცვალა. დღეს ბიძინა ივანიშვილი ორჯერ უფრო მეტი საშინელი ადამიანია ვიდრე მიშა სააკაშვილი. გულახდილად გეუბნებით, ახლა რა გონია თქვენ რა მსხვერპლი არ აღავს ქართული ოცნების ხელისუფლებას? ყავს. მაგრამ ჩემი გამოსვლა და ამის თქმა იმას კი არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, იმიტომ რომ სააკაშვილი მოვიყვანოთ იქ ხელისუფლებაში. არანაირად. ჩემი გამოსვლები, ჩემი საუბარი იმ მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ქართველმა ერმა ნახოს პოლიტიკური გაჯანსაღების ცნობიერება. რომ ერმა შეუშვას თავში, რომ მის საზოგადოებაში, თუნდაც ესეთ განადგურებულში მოიძებნება ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ საზოგადოების ჭამოშორებას. წარმოუდგენელია ერმა თავისი პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოს ამ ჩამპალ ადამიანებთან ერთად. მე რომ ვლაპარაკო, ამას მარტო ივანიშვილს არ ეხება რა. გლობალურად ეს ეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს ეხება სააკაშვილს, ეს ეხება გირჩი ჯაფარიძეებს, ჯონდი ბაღათურიებს და ამ კლერკა ჯოგს სრულიად სიტყვის მნიშვნელობით რა. ეგენი ვინც არიან, შალვა ნათელაშვილები და ესენი, ეგენი არიან კარგად, გამოსვლებული ტიპები ერთ ადგილში. ამ ორგოშიებზე და იმენზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ესენი არიან პირდაპირ უშიშროების დაჯგუფება რა და ადაპტირებული მოთამაშეები, სხვადასხვა ძალიან დაბალი დონის ბანალური ტიპები. და საქართველოში არის ხალხი, სად არის ეს ხალხი, გეტყვით, იცი? გადარჩენისთვის ომობს ეს ადამიანები, კაცო. და ჩვენ საკმაოდ ძლიერი საზოგადოება ვიყავით. ქონდა რა იმის უნარი, ინტელექტუალური, ცნობიერებითი, ოჯახებიდან წამოსული თუ ასე შემდეგ, რომ აი ესეთ ადამიანებს ემართა საზოგადოება. ესეთ ადამიანებს ემართა მეცნიერება. ესეთ ადამიანებს ემართა სახელმწიფო. მაგრამ სამწუხაროდ ჭიამ, რომელიც შემოუშვით მუზეში, შენ დაანგრია მეცნიერება ქვეყანაში, შემდეგ დაეტაკა ლიტერატურას, შემდეგ დაეტაკა პოეზიას, შემდეგ დაეტაკა მუსიკას, შემდეგ დაეტაკა სოფლის მეურნეობას და როცა ჩაინგრა საფუძველი დაინგრა და აგვემხო თავზე ჭერი და ეგრე იყო. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი საშიშროება, ყველაზე დიდი მოთამაშე ოლიგარქი დემოკრატიით და ყველაზე დიდი მტერი დემოკრატიის. ამას ვიტყვი, ყოველთვის ვიტყვი, ამას სანამ მივიარსებებ, იმის არ იყოს რომში რომ კატონ უფროსი გამოდიოდა და იძახოდა, რომ მე მაინც ვფიქრობ კართაგენი უნდა დაინგრეს, ისე მოკვდა ვერ მოესწრო კართაგენის დანგრევას, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე დაანგრია რომმა კართაგენი, რომ ის მარილი მოაყარა იმაში სახლის საზისრულებში, იქ არაფერი აღარ მოსულიყო. თუ ასე არ დაინგრა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მმართველობა, მისი ტირანიული რეჟიმი, მისი კოლაბორაციონისტული ძალები, იგივე ეს გირჩი ჯაფარიძეები, იგივე ეს იაგო ხვიჩიები, აი საიდან ვიწყებ ლაპარაკს რა? ამ ფსევდოოპოზიციონერებიდან. აი ეს ალიკო ყლელისაშვილი რო არის, აი მისი სახალხო დამცველი რო ყავს, იქ ვითომ იოსელი არის, ის პროჭის და კიდე ეს გუნდი ეგრეთ წოდებული ქალების, ქართველი ქალების, მაია სამნიძეები და იქ ხაზარაძის პარტიაში ერთი იმის სახელი დამავიწყდა, დედამოწყული ქალის ქუთაისელია ეს. არ ვიცი, არ მახსოვს რა, ვერ ვიტყვი, სახეზე მახსოვს, როგორი ბლაგუ სახი აქვს, მაგრამ ახლა ძალიან თვალში საცენი ყლექალა, აი პირდაპირ ვიტყვი, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, როგორი ტიპია, ისი უნახავმა რა ნახა, რომელი დირკაში შეყოს თავი რო არ იცის რა. და იმდენად თამბეჭდავი სირქალაა, აი ამ მიმართულებით, რომ დამამახსოვრდა. და შე მამუკა ხაზარაძის სახეზე მეტად მახსოვს მისი სახის ნაკვთები რა, გულახდილად გეუბნებით ამას. ხო და სანამდე ჩვენი პოლიტიკური ყოფა გამოჩეკავს ესეთ განავლებს, ხო? ყოველთვის იქნება პრობლემები. ჩემთან მოდი ჩემთან. მოდი შვიხტი, ეს არ მომასვენებ და ეხ. დაუქნია ხელი, რაღაცა ხდება. დაუქნია ხელი. რატო ბრაზობ? ახლა რო არის მე დავამთავრო ჩემი ვიდეო ლაივი და გავიდე და დაუთმო ამას რო თუ არა არ მაძლევს ეს. ნახე აქ რა ხდება. რატო ტიროდი? კარგად ბატონებო, მე გისურვებთ თქვენ ყველას ბედნიერებას, ჩემი სურვილი იყო, აი ღე წიგნი მიჩადი.
ჩემი სურვილი იყო რომ ამ ყველაფრის შესახებ მომეწოდებია ინფორმაცია მე თქვა რეალობა ჩემი ერთადერთი მოტივი არის ის რომ შეიცვალოს ქვეყანაში გარემო პოლიტიკური მძიმე პოლიტიკური გარემო ჩემი ერთადერთი მოტივი არის რომ საქართველოს და საზოგადოებამ მიიღოს განვითარება მიიღოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ვეზიაროთ ჭეშმარიტ დემოკრატიას ჩემი მოტივი ჩემი ბრძოლის მოტივი არის ეს თორე ერთი კაცი როგორც მე დავით ნემსაძე მომნახავდი იმ მთავრობაშიც ამ მთავრობაშიც და ყველა მთავრობაში ერთ მშვიდ ადგილს მაგრამ თუ ადამიანი შენი ქვეყნისთვის ხარ მოწადინებული იბრძოლო სადაც უსინდისობა იქ სამშობლოს ვერ ნახავ რა იქა ბუნკერი ყოველთვის როგორც სამწუხაროდ ჩვენ დღეს გვჭირს მთელ ერს რა და მე არ გისურვებ ყველას რომ იცხოვროთ უსამართლობის ბუნკერში იმიტომ ნებისმიერი ადამიანი არის იმის ღირსი რომ იყოს თავისუფალი წავედი ახლა